ჩემი აივანი. აკეთაც არის, მაგრამ ეხლა შუქიანთი არ ჩანს. თან თეთრ ფონზე. ხამე მშვიდობის ხალხნებო. აკეთ ჩანს. ესეც სუარი გაყოლებაზე და თეთრის ფონზე არ ჩანს. მთვარე. არა, აქ არ არის მთვარე. მთვარე. რისთვის ჩამოვედი ეხლა? ამათოთ ყველაფერი ვრისიანთებად შეიძლება, იმიტომ რომ აქ არის ცოტა დაბალი შუქი. ნენელა საჭმელები დაგვიწოტავდა. სახაცმო საჭმელები, ეს რა არის? ბადრიჯრის ქვაბილი. ნახოთ წყალი მოდის კიდევ 4 საათიანზე გადავრთე და კი. ანუ ეს მოტორის წყალი არა. გავაკეთე მაკარონი ორნაირად. ეს არის მაკარონი ტომატით, ხახვით და ცოტა მარილი, სვანური მარილი უყავი. თლაც სვანური არა, მაგრამ რაღაცნაირად და ჩვეულებრივად გავაკეთე ერთი გავყავი რა მოკლედ. ბავშვებმა თქვეს ესეთი არ გვიდაო, ბარბარემ დანინო, ხახვიანი მაკარონი არ გვიდაო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს უფრო კარგად შეჭამს და შეიძლება უბრალოდ ის გადმოვყარო ამაში და მიურმოურიო. არ ვიცი რატო რანაირად, მაგრამ ეხლა რისთვის ჩამოვედი მე, შეიძლება გაგეცინოთ. უზომოდ მინდა რაღაცა წვნიანი, აი ძალიან უბრალო რაღაცა წვნიანი მინდა რომ მივიღო, იმიტომ რომ აი არ შემიძლია, აი კვდები, აი აქ რაღაცები მეფხანება და ცუდად ვარ. ხო და ამიტომ მე ძალიან ადვილ ყველაზე ადვილ კერძს გავაკეთებ. გამოვიტან ხავს და დავაცემინო, დავიღალეთ სემინებით და ხველებით. და შეიძლება გამოარდეს კიდეც ტელეფონი. ეი, აქ სად არის განათება კიდე? სტაფილო ბლომად. კარტოფილსაც საუდის ერთი რამდენიმე სავიღებდით და გავჭრი რა, ეგეჯობია. 4 ერთი ხახვი აუცილებლად ნიორიც მინდა და ნიორს არ დავჭყრე და დავარჩევ, დავჭრი და ჩავყრი რომ ყველაში ცოტა მსხვილად დავჭრი. მეტი არაფერი არ მინდა. ეს ანუ რამდენიმე ინგრედიენტი ავიღე. ხალხო არ ვიცი საიდან. სიცხე აღარ მაქვს. დღეს სიცხე აღარ მაქვს, მაგრამ არ საიდან გამეჭედა ცხვირი, აზი არა ვარ. ანუ სუნთქვა არ შემიძლია, მაგრამ ანუ რატო ვერ ავხდები რა? არ გავციებული ვარ, ეთყობა ამ ვირუსის რაღაცა სხვა ეტაპია. ერთი წამით. მართალია შორიას არ უყვარს, არც მე არ მიყვარს, ამიტომ ეს შეიძლება ვიდეოს გარეშე, მაგრამ მე თქვენთან ერთად მინდა. აი ესე. აბი ბუა. აი ხა საწავას რა მეწეწება. აბიც არა მეწეწება. მოკლედ ეხლა ამას გავარჩევ. მინდა თეთრი დანა. წესით აქ აგე. ხელი გადავიბარო. არ ვიცი რატომ უცბად მომიდა ესეთი წვნიანი. ეხლა რას ვაკეთებ? აქ ეს განსაკუთრებულს
თან ვიდეო ხო მინდოდა თქვენთან ერთად გადამეღო. ვიდეო მინდოდა მეორე გადამეღო ძალიან, იმიტომ რომ რატომღაც ეს წელი ზედაში წყობი ყველაფერს გამოვრჩი და ყველაფერს ჩამოვრჩი და ამიტომ გავაკეთო თქვენთან ერთად, იქნებ თქვენს მოგინდეთ და დადგეთ და გავაკეთოთ. არ ვხრაკავ არაფერს, აბსოლუტურად ხახუსაც კი. მეთქი ვინარი კი არა ჩანს სარეცხირო ფენი. ხახუსაც არ ვხრაკავ, ყველაფერს ვჭრი. ხახუ შეიძლება უბრალოდ შიგ ჩავახარშო და მე ამოვლებო. იმიტომ რომ ახლა მოხარშული ხახვი ცოტა ნიტო იქნება. აი ესე ვიჯექი, რაღაცებს უყურებდი და უცბად აი ეთყობა თვითონ ეს ანტიბიოტიკი შვება, არ ვიცი, ოღონდ მართლა ხალხო 2 დღეა შიმშილის გრძნობას ვერ ვიოკებ. ეხლა მართლა რომ მიუყვედა მე ისევ ჭამო როგორც მშია, ანუ რო შევჭამ საჭმელს და კარგად დავნაყრდები, შეიძლება 9 საათში შიმშილის გრძნობა მქონდეს საშინელი, არ ვიცი რა ვირუსია, გეფიცები, აი არ ვიცი, დეგრადირებული რაღაცაა. ხო და არ მივიდო მართლა ეხლა მესე ხო არ შევჭამ უაზროთ რა, მე კუჭი ამტკივდება ვიცი ზუსტად. ხო და აი ეს რაღაცას უყურებდი რაღაცებს და ეს შიმშილის გრძნობა მომაწვა და მეთქი აი რა შეიძლება ისეთი შევჭამო, რა შეიძლება რომ თან აღარ შიოდეს, თან არც მძიმე არ იყოს, თან მე სიამოვნოს, ეს მშრალი საკვები აღარ მინდა. ხო და უცბად ვიზუალურად წარმოვიდგინე, აი ხა წარმოიდგინეთ, გამჭვირვალე წვენი, ყრიაში კარტოფილი, ცოტა დიდად დაჭრილი სტაფილოები და აი ეს ნიორი რატომ არ ვიცი რატომ, მაგრამ ნიორი უნდა ჭამო εν რაოდენობისა. არსად არ მივდივარ. არც არავინ არ მოდის ჩვენთან, იმიტომ რომ ვირუსი მაქვს. ანუ ამას გავჭრი, შეიძლება 3-ად გავჭრა და ისე ჩავყარო, რომ ყველა ჯამში და ყველა იმაში ამოვიდეს რა. ნიორი ძალიან მიყვარს. 3 წლის წინ რომ ვიყავი ცუდად, თუ 4 წლის წინ დაახლოებით, კორონა რომ ძვირვარებდა და აი ყველაფერი რო ჩაიკეტა აი მაშინ, ყველას რო კორონა ჰქონდა, ჩვენს ჰქონდა ერთიანად და მაშინ ნინოს საერთოდ უსიმპტომოდ ჰქონდა, ოღონდ ჰქონდა, იმიტომ რომ იმაში ლუგარში გავიკეთეთ ჩვენ ანალიზი, იქ ვიყავით წასულები, უფასო PCR ტესტი რო იყო. ხო და იონეს 1 დღე ჰქონდა სიცხე, ბარბარეს 3 თუ 4 დღე ჰქონდა, ნინოს საერთოდ არ ჰქონია სიცხე, საერთოდ. ლაშაც ისე რა ლაითად და მე მქონდა 9 დღე სიცხე. და ერთი რუსი ექიმი შეხვდა, რომელიც დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, ანუ ჩემი და ბავშვების ექიმი იყო ის. ხო ანუ რო რეკავდნენ და კონტროლზე. ლაშას არავინ არ რეკავდა. ხო და აი მაშინ რო სიმპტომები მქონდა და ეს ქალი როგორც მეუბნეოდა ესე ქენიო, ეგე ვიქცევი ზუსტად, იმიტომ რომ ანალოგიური სიმპტომები მაქვს. უბრალოდ ეხა როდესაც ვატყობ, რომ რაღაცა აი დღეს არა უკვე გუში წინ უფრო აი დაძინება რომ მინდოდა დავიძინე. კორონის დროს სამქალმა მითხრა რომ ძილი რომ მოგერევაო, არაფრის დიდებით არ დაიძინო, გარეთ იყავი რომ გადაგიაროს, სიცივეზე იარე რომ ძილმა გადაგიაროს, არაფრით არ შეიძლება დაძინებაო და აკრძალული მქონდა გვერდულად ან ზურგზე წოლა და ამიტომ ეს ისედაც არ მიყვარს ეხლა ეგე. ასე ძირითადად მუცელზე მიყვარს წოლა და ასე რომ როდესაც ესეთი ვირუსი გაქვთ ხალხმა და მithmetes რომ გახველებთ არავითარ შემთხვევაში ზურგზე არ იწვევთ. ფილტვების ტერია. ხო და მოკლედ მასე ვიქცევი რა. როგორც მაშინ ის ქალი და იგივე დანიშნულებას მიუყვები.
ეხლა ნაშად თბილისში იყო წასული და მოგიტანე კიდევ ის ანტიბიოტიკს ვაგრძელებ 3 დღე კიდევ 2 დღე დავამატებ, ანუ 5 დღე უკვე ნორმა არის, მაშინაც 5 დღე დავლი ანტიბიოტიკი. ხო და მოკლედ, რას გეუბნებოდით, აი ეს კერძი წარმოსახვაში წარმომიდგა ჯამში, თეთრ ჯამში, როგორ დაცურავენ ჩემი სტაფილოები, კარტოფილი, მეტი არაფერი. ნუ კაი იქნებოდა ისა. მწვანილები მაქვს, ხო, უნდა მეთქო მწვანილიც მეთქი. მწვანილს წვრილად დავჭრი, წვრილად არ დავჭრი, უბრალოდ მაგასაც აი ესე გრუბად ჩავაყრი. და დაახლოებით ადუღებიდან 15 წუთში მზად იქნება ჩემი კერძი. ხა კარტოფილის მოხაშვას რა დიდი რამე უნდა რა. ერთდროულად მოიხარშება სტაფილოც და კარტოშკაც. სულ აი უპუროდ ჭამო, უნდა ვჭამო რა. ეს წვნიანები ძალიან მიყვარს, მithumetes თუდად ყოფნის დროს წვნიანი არის რაღაცა საოცრება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. აკე 1 იანვარს ნინო ბორში მომთხოვა. რაღაცა ვთქვა. ვიფიქრე ხა რომ ყავაზე მეთქი ჩავწერთქო ვიდეოს რა და არ დამილევია მეორე ყავა, არანაირ სურვილი არ მქონდა მეორე ყავა დამელია, დილას კი დავლიე და მეორე ყავის მაგიბრად კალმარის თამაშების ბოლო სერია დაიდო სეზონის, მეორე სეზონის და მესამე სეზონი მე მგონი გამოდის ივლისში, მაისში თუ ივლისში, აღარ მახსოვს ივალი ვთქვა. ცოტა ისე დამთავრდა, ანუ აშკარად გაგრძელება საჭიროებს, ხო, მაგრამ ვერ მივხვდი ვერაფერს. ანუ მიხვედრი როგორ ვერა, მაგრამ ანუ ის პირველი სეზონი ისე დამთავრდა, რომ აშკარად სეზონი დამთავრდა. ეხლა სადღაცას შუაშია გაწყვეტილი რა, ეხლა სანამ დაიდება. არ მეგონა ესე ცოტა ხრიანი რო იყო. ხო და მაგას უყურებდი და თან მიკეთებდი ჩხილებს. წავისვი მანიკური, საუკუნეა მანიკური არ წავისვი ხახნო მე მithumetes რომ მუშაობ იქ სუწყალში როგორ ხელი აზრი არ აქვს მანიკურის წასვლას, იმიტომ რომ საღამოს სანამოვალ აღარ მესმევა, ან მარტო აქ მესმევა და ეგ სიარული არ მიყვარს ხოლმე მერე. აი ნუნებთან რო გისვია მარტო და მე რაღაცა ხარ მარშრუტით მიწევს სიარული და რაღაცა და ხო და არ მისმევ ხოლმე რა. ეხლა კი რა უნდა იმის მოშორებას და წაშლას აციტონისის, მაგრამ მეჯერ დამიწყებია და აი რო განვიხარ და ფეხსაცმელებს რო დილით მithumetes საფათ რომ უნდა გახვიდეს ან ამაშკა გაგასწრებს და ფეხსაცმელებს რო გარეთ ვისწრაფობ, რომელაც ტონზეა ლაპარაკი. მე მგონი მორჩი, მაგ ბევრი წელი უნდა გავუკეთო. და ესა სვანური მარილი უნდა უყო. ჩვეულებრივი მარილი არ უნდა უყო. მთლად სვანური მარილი არ არის, ხა ვიცი, სვანური მარილის სხვა რაღაცა არის და საოცრებაა, მაგრამ სტუნელებში არის გარეული აი ესე და იქაცეგია იდეაში, მაგრამ იქ დოზოვაწონა იციან და აქ სავარაუდოდ ფინაჩურად მირეუმორულია. აი სტაფილი კიდე მქონია და მეგონი ორი იცი, არა. ერთი სული მაქვს გეფიცები, აი ესე ერთი სული მაქვს, რომ ეს ისაქნდეს, გაკეთდეს, ნიორს გავარჩევ და ნიორს მივატან. ყველას ვაჭრევ ნიორს, რომ პრობლემა არ აქონდეთ ვერასდროს. ზოგადად ყველას უყვარს ნიორი ჩემს სახლში. ნიორი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ვინც არ უნდა ისა თქვას. ხო და რას ვამბობდი, წავისვი მეთქი მანიკური, ოღონდისა, თავში აღარ მისვია. მერე კიდე რაღაცეები გავრეცხე, რაღაცეები ისინი ესენი და აღარ მისვია. ასე რომ, ნუ ხვალეც გქონდეს, ხვალ დავრეკავ სავარაუდოდ რო შაბათ-სამშაბათი, ოთხშაბათი მე ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ეს თუ შემიბრუნდა, მე ეს თუ შემიბრუნდა, ჩათვალე რომ აი შილაკი მოვჩით, მაგრამ ის ახლა დასადგმელი გახდება, ოღონდ მართლა. ეს არ უნდა შებრუნდეს. ეს თუ შებრუნდა, ერთ-ერთ ანძერც
დაწერის მერე აღარ დავხევ და დასჭირდებათ ალბათ რა. გავრიცხავ და მოვიდე. ეხლა ქვაბი მინდა რამე ცოტა პატარა. აი ამ ქვაბში. ემალის ქვაბში გავაკეთებ. ხალხებს ეგრე ჩავყრი. აი ესე, რომ ხალხს მე ამოვიღებ. კარტოფილიც არ მინდა რომ დაიშალოს და ჩაფლავდეს, იმიტომ რომ ცოცხლად უნდა გამოიყურებოდნენ ჯამში მერე. ძალიან მიყვარს აი ესეთ სუპების ფერები. ანუ ყვითელი, მწვანე, ხა მწვანილს რო გუზავ, ოღონდ მწვანილს რო გამორთო მე ჩავაყრი. კარტოფილის ფერი ესე სტაფილო და მერე ეს მწვანილის რა. ძალიან მწონს ეგ. აი ესე ვიზავ ნიორს რო ანუ ვინ შეჭამს ყველა თებში, ასე უხეშად მოხდეს პირში. ეგ ვისაც ნიორი არ უყვარს, არ გააკეთოთ, ან საერთოდ არ უყოთ, ან ეხლა მერისთვისაც ვაკეთებ ამას, აი იმისთვის, აი ასე რომ ჩანზე რომ ვიყო და შევჭამო და შიმშილიც მოვატყო ცალკე და მე სიამოვნოს კიდეც აი მაგას ვიმოშვები რა. ამასაც აი ესე დიდებად დავჭრი. არინა მაიონეზის მასალა. ერთი სული მაგ დროზე შევჭამო, ოღონდ მართლა. ესეთი რაღაცა, ეს სიმწვანე აქ არ მინდა ეს. მე არ ვარ მშრალი საჭმელების მოყვარული, საერთოდაც არ ვარ. ეხლა გავაცხელებ მადუღარათი და იმას დავასხავ. რომ კარგად სწრაფად ამოდუღდეს. აქ იყავით თქვენ მადუღარის შიცავს ჩავასხავ აქედან. აქედან ერთი წალი გაიხსე რაც მალე დუღდება, მალე დაიწყებს დუღილს ისიც. აი ესე. დღეს ჭურჭელს აღარ დავრეცხო, ესე დავაგროვებ. შეიძლება დავრეცხო კიდეც, არ ვიცი კაცი მოახსის. რა ხასიათზე ვიქნები. ეს მანაშია გასატანი. იმიტომ რომ იქ ვინახავ ხოლმე ეგეთ რაღაცებს, ესე დიდ რაღაცებს აქ არა. ესეც ესე ხა შუქი გამოირთო, იმიტომ რომ ის შევაერთე. ავირიდოთ. ყველაფერს ვაჭამეთ, ყველაფერი დავობინავეთ. კუდასთვის ახალი საჭმელი მოვიტანეთ. თბილისში იყო მეთქილაში რომ აქ დაკეტილი იყო და კიდე კაი თბილისში მიდიოდა, თორე ხვალე კუდა საჭმელი არ ექნებოდა. შესაბამისად არც ეს რატო კიდე იცი აქ ეს გავრეცხე, გარეთ მეკიდა ხოლმე და რა ვიცი, გავრეცხე და სადმე დავკიდე თქო და აქ დავკიდე რომ კარგად გაშლეს თქო და შემორჩა. სახალწლო განწყობა მაქვს კუხნაში. ესე ეხა მიშიშინით რო არ შეგაწუხოთ, გავთიშავს არა ადუღდება და მე დაგიბრუნდებით უკვე ალბათ გამზადებულ პროცესში. დიდი ჯამი თუ აი მაშინ უნდა დავისხაი. ეს არის წუნიანის რა ვიცი. ძალიან მიყვარს, ამაში ვაკეთებ ხოლმე. ერთჯერადი სუპები როა. მაგას და აი მაშინ უნდა დავისხაი, უნდა ვჭამო და თან ცირა წვენის დალევის პროცესი ეგეც ძალიან მაგარი იქნება.
დაველოდეთ. ვაი, უკაცრავად. ატყდა. შევუთხოთ. ასე გამოიყურება მშრალად. ჩემი კარტოშკა. ასე კიდე ნედლად. იმედია წყლის დააბატება არ დაჭირდება. მიდი. ასე. აუცილებლად ვუზავ ცოტა სიმწარესაც, მაგრამ მე რო ეხა გამოვიყენე ეს აინერ ჩამოვარდეს ეგრეთ წოდებული ვითომსვანური მარილი აშკარად სიმწარე აქვს, იმიტომ რომ მაკარონში ეტყობოდა რა. მაკარონში სიმწარე არ მიქნია და ეტყობოდა კარგად. ხო და ეს სუნელები გადასატანი მაქვს, ახალი მოტანილებია. ხოდა ამასაში გადავიტანა ზარბად ბანკაში. აშკარად აქვს მარილი და მარილი კი არა სიმწარე. ბევრი ვარ მომივიდეს. ჯერჯერობით ცოტა რაოდენობას ვუზავ. თებში და არა. აქ მაქვს ძველებური თებში. რომელიც ძალიან აი ერთი ეს არის. გატეხილია, მეორეც მაქვს. ეს არის ცოტა მაღალი თებშია და აი კარგად იგდება, აი ამას არ უშლის ხელს. და მაგაზე ვდებ ხოლმე კოვსა რაღაცას, რასაც ვიყენებ რა. ორი არ მიგეკრას. აი ესე. ბევრი მარილს იმას სვანურ მარილს არ უზავ, იმიტომ რომ სუნელებიც რომ აქვს იმას არ მინდა რომ თვითონ დაწოდებული აქვს ბულიონი წელი რაღაცა გასაზღვროს, შეუხედავი გახადოს, ამიტომ მეც სუნელსთან არის არ უზავ რა. აი ესე დავტოვებ. ეხლა მას დავაფარებ ძალიან ისე ლაითად, გადავხდი. ესე და რო წამოდუღებ, მოდი ცოტა წყალს დავამატებ, ჩვეულებრივ აღარა მაქვს დუღებული, ამიტომ ჩვეულებრივ წყალს დავამატებ და რო ადუღდება დავუწევ და წავალ მაღლა. და ზუსტად 15 წუთში უკან დავყრიალებ, იმიტომ რომ შანსი არ არის 15 წუთში ხა მიერ მოსწრაფოს და არ არსებია ეგ. დავუწევ ცოტა მე გავუსიჯავგებოს და თუ კიდე ექნება დასამატებელი ისა საკუთარ თებში დავუმატებ სიმწარესაც და მარილსაც. ჩვეულებრივ მარილს დავუმატებ თამაში. ქვაბში. მოდი ხა ლოდები მეადუღებას და წავალ მაღლა. თორე აქ არც იბა, მაგრამ შემცირდება. ამ თუთას ასე გამოიყურება ჩემი ბულიონოშკა. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლო და ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ ხალხო, ძალიან ბევრი. ენრაოდენობის. განახებთ ადუღებულს და გავიქცევი მაღლა. ადუღდა სუპი, რომელსაც გადაგაყოლეთ. ხო და ეხა გავწოვსა ჩავთავი, იმიტომ რომ დოდების პროცესში არ დამისველდეს, მე მგონი ეს გაწმედილი უბრალოდ უკვე დამისველდა. იორ თქნებს ხოლმე და მე მგონი ოხრა დამრჩა ჩემი გაწმენდი. ეს უკვე ამოდუღდა. და სანამ დუღილის პროცესს თვალს მივადევნებ, ჩავთავ გავწოვს და ამას მივაბინავებ და დავრეცხავ ჭურჭელს, იმიტომ რომ ცუდი გოგო ვიქნები, რომ ეს ხალისთვის შემოვიტოვო. ასე რომ რა გამოვა განახებთ აუცილებლად რეზულტატს. მე მგონი სწორედ თქვი. გავიდა სადღაც 20 წუთი და ვნახოთ რა ვქენით. არა, მაიონეზი აღარ არის. გავთიშეთ ჩვენი გამწვი.
სხვაც არ უნდა ისე გავთიშო, ვეხარ რა ვიცი. მაინც მოურევ. კი კაცო მოხარშული აღარ უნდა მეტი. ამიტომ გავთიშავ. კამპოტს. ვიცა სადავთო. ერთი წამით კამპოტი გადმოვდგა. რათა ამას დავაყარო წვანილები აი ამას ჩაცალე ცოტათი აი ეს ეს კაი იმას არ გიძავს მიგზიანია სხვილად დავჭერიდი ქინძი და კაბა მარტო სხვა არაფერი არ დამიჭრია ეს აი ხა უკვე შემიძლია რომ დავტოვო ხვალისთვის ისინი რა ქვია დასარეცხები ეს პატარა თუ დავისხამით კაი იყოს ეს უბრალოდ მინდა გავსინჯო წვენი რამდენად მარილიანია თუ გავიგე გემო სასუნთქი გზები მაქვს ჩამხობილი მარიაკლია ამიტომ მოდი და დავაყრისო იმ მარილს რათა ეს სიცხარე უფრო მეტი კონდეს რა ეს მეორე ადაგია ეს ეს ხათა ნახოთ ხა არა ცალია ის ჩამოიწევი ვის პატარ-პატარა ის მოვყარე ოღონდ ცოტა რბილისა დაუხდი მე როგორ მინდა მე რთორ ალამაზია და იცავ წანილებით ჩავაყარო ხო ეს სახახვია გდოს მეზარები ხა გატანა ხახს არ ვისხავ კარტოფილები კარტოშკები ცოტა სტაფილოები კიდე არ ვიცი ვის უნდა და როგორ და რა რაირად მე ეს კერძი გავიკეთე ჩემთვის ჩემი სიამოვნებისთვის და აი ესე წავალი ხლა ჯერაბა შევჭერა თუ მოვიდება კიდევაც დავისხავ რა აი ეგრე ახლა განახეთ ვიზუალურად როგორია თეფზე უფრო კარგად გამოჩნდებოდა ჯამში უფრო სწორად თუ მათლაფაში ვიზუალურობა მაგრამ ამაშიც განახეთ რა ესე ავიღოთ ახლა ჩვენ ერთი კოზი ეს კოზი იყოს და ვნახოთ როგორი გამოვიდა მანამდე ესეც ჩავასვენოთ ვნახოთ ორთქლი რომ მოდის ვერ აფიქსირებს იმას შეხედეთ აი ეს მინდოდა ღმერთო აი ეს მინდოდა აი ეს მინდოდა ასე რომ გემრიელად მივირთმევ ახლა და წავალი ხა და ერთ-ორ კრილ ნიორსაც ავიღებ მედი აქ ხო აი ნიორი ჩანს ამობიღიო ხვალამდე დაგებშნობები კარგი